ეს არის ფილმი, რომელშიც მე ვიყავ მთავარი მხატვარი. და თან რაღაც პატარა ეპიზოდში ვარ. ეს ფილმი გადაღებულია დოკუმენტურ მასალებზე, რომელიც არქივიდან ამოვიღეთ და წამოვიკითხეთ ჩვენ რა. აი, როგორი ფილმია იცი? დოკუმენტურ მხატვრული ერთობლივი. გადაღება გვაქვს დანიშნული ლუვრის ეზოში. ჯგუფში ვარ 18 ადამიანი. თურმე ლუვრის ტერიტორიაზე 10 კაცი როცა მუშაობს და იღებენ მხატვრულ ფილმს 80,000 ევრო ღირს ერთი დღე. და ნუ მოკლედ ჩვენთვის ინაღამ ჩაიშალა პონტი, მაგრამ ჩვენ რის ქართველები ვართ, რომ გამოსავალი არ მოგვეფიქრებია. გავიყავით ჩუვაზე 9 კაცად. დავდექით და დავიწყეთ ჩვენი საქმის კეთება. რეზო ჩხიკვიშვილი თამაშობს ეგ ფილმს. მთავარ როლში. გავიდა 1 საათი დაახლოებით მუშაობიდან და დაგვედია დაცვა რა. რას აკეთებ თუ აქ? ჩვენ ვითხარით რომ აი ეს რაღაც ინტერვიუს ვიწერთ რაღაცა და საიდან ხარ თუ? და ჟორჟი რო გაიგეს, ეგრევე თავი დაგვანებეს. აი როგორც გინდა ისე დაიჯერე რა. ადამ და ევა. ზუსტად. მე მაქვს კიდე მასხარების სერია, ასე ვთქვათ რა. აი ერთ-ერთი მაგალითი. 2025 წლის 19 თებერვალს საღამოს 6 საათზე იგეგმება გამოფენის გახსნა გალერეა მომაში, ზურაბ წერტლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. ეს ჩემი შვილებია. აი დედამ რო შვას შვილი 1, მეორე, მე7, მე8, რამე განსხვავება იქნება მათ შორის. აი გარეგა. როცა ვსწავლობდი სკოლაში, ოპერაში მიყვარდა სიარული, ოღონდ ბალეტზე. ოპერაზე არა. ბალეტს უყურებდი დიდი სიამოვნებით, რაღაც აი ძალიან მისტიური იყო ჩემთვის და ესეთი ლამაზი ბალეტი და ოპერაში ვიღლებოდი ცოტა რა. აიტყობა ჩემი არ არის და იმის მერე ჩამყვა სერიების კეთება დავიწყე, სერიას ქვია რეპეტიცია, ბალეტის სერიას ესე. აი დააკვირდი იქ ნამუშევარს აი კუთხეში. ეგ არის ნამუშევარი ვიღაც ავსტრიელი მხატვრის რა, ძველი. და ქვია შოკოლადიცა, ესე ერქვა რა. და აი იმის ჩემი იმითი რა ქვია ასე თუ. და სკოლაში არ ვსწავლობდი ჯერ. დავხატე ეგრეთ წოდებული ამისი პაროდია, ანუ კოპიო. იმ შემთხვევაში პაროდია თითლებოდა ეს. და იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვისაც და ვინც ნახა ეს ნამუშევარი იმათვისაც, რომ დავიწყე სერიოზულში გადავედი ესე ვთქვათ რა. მე დავიწყე ეს ბალერინები, მე დავიწყე სერიები, ცხოველები, მე ჩავაბარე ნიკოლაძეში, მე გადავედი აკადემიაში, მე შვეიცარიაში, სხვა შორის გია გუგუშვილი, ქეთი მატაბელი და მე ერთად ვიყავით ბევრი წლები შვეიცარიაში, გამოფენებს ვაკეთებდით და სტიფტუნგში მოღვაწეობდით ესე ვთქვათ რა.